მოგესალმებით როგორ ვიყო ეს პირველი ქართული მოტოლოგია მე სუპერსკრინია ჩვენი სპორტსორიის მოტოკიბრების მაღაზია რბოლა და შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ 2 ZX6R მეცხრე თაობა და მე-10 თაობა ამ ორ მოტოზე ძალიან ბევრს საუბრობენ ხოლმე რა არის სხვაობა ბევრი იწუნებს ახალ თაობებს იმიტომ რომ ამბობენ რომ ძველს უფრო მეტი ძალა ქონდა ევრორეგულაციების გამო ყველაფერს ვნახავთ ერთმანეთს შევადარებთ გაგორებულზე ჩემი აზრით ეს მოდელები არის იდეალური საშუალება იმ ხალხისთვის, ვისაც ცოტა ესეც უნდა, ცოტა ისიც უნდა, ცოტა ოდნავ კომფორტიც უნდა და მოკლედ ყველა კიცის უნდა და კიცმაცურიც, ის ხალხი ყიდულობს ჩემი აზრით ამ მოტოს. ადრეც მithქვავს და კიდე გამემეორებ, ვისაც ბურთი აქვს, ყველა ფეხბურთელი არაა, შესაბამისად ამ მოტოსაც ლოგიკურია, რომ მივხვდებოდით, რომ არ ყიდულობენ მაინც და მაინც ადამიანები, ვისაც პროფესიონალურად ან თუნდაც სამოყვარულო დონეზე რბოლაში ჩართვა სურთ. ეს მოტოები არის იდეალური გასართობი ყველა ქესის, აზროვნების და ასე შემდეგ ადამიანისთვის და იდეალური არის ქუჩაშიც, თუნდაც იმის გამო, რომ თუნდაც ეს დამატებითი 36 კუბი, რაც 600-იან კლასში ოდნავ ზევით აყენებს მის კონკურენტებთან შედარებით, იძლევა აი ზუსტად იმ თორქს, იმ ძალას, იმ აჩქარებას და ფეთქებადობას დაბალ ბრუნებში, ანუ თუნდაც ნულიდან, ან თუნდაც რომელიმე მეორეში, მესამეში დაბალი ბრუნიდან ზევით, რაც სამწუხაროდ არ აქვს სხვა 600 კუბიან მოტოებს. როგორც გითხარით, ეს მოტოები ფაქტიურად ორივე სტოკია, მხოლოდ და მხოლოდ რამაც შეიძლება რომ მათ ენერგიაზე და ჯანზე იმოქმედოს არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ ამ მოტოზე, ჩემ მოტოზე შეცვლილი არის მაყუჩი და წარმოდგენა არ მაქვს ამ მაყუჩის შეცვლის შემდეგ არის თუ არა ECU რიფლეში გაკეთებული, არის თუ არა რაიმე პროგრამულად შეცვლილი, მოკლედ რასაც ვხედავთ არის აი ეს. გვაქვს განსხვავებული სპროკეტი, იგივე ვარსკვლავი, რის გამოც აქ დაძვრის დროსაც იგრძნობოდა რომ აშკარად სიჩქარე უფრო დიდია, ანუ უფრო დიდი ხანი არის საჭირო იმისთვის რომ პირველი გაიწუროს, რაც აშკარად მაძლევდა უპირატესობას, როცა აქეთ მოვდიოდით. ჭიროთ. შენი ძალიან გაიქცა. აბსოლუტურად ყველაფერს ვნახავთ, დავათვალიეროთ, გადავიღოთ ეს მოტოები მოძრაობაში, რა ჯდება ეს მოტოები, როგორ შეგიძლიათ თქვა სიტყვაზე იქამდე მისვლა, რომ თქვა უსაფრთხოდ და თავის მოკვლის გარეშე ამით სიამონება შეძლოთ და ასე შემდეგ. მე მგონი ბევრად ჯობია რომ ეს ვიდეო წავიყვანოთ დიალოგის ფორმატში, ამიტომ გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. მანამდე კი ულამაზესი კადრებით დავტკბეთ, წავედით. 636 კუბიანი 4 ცილინდრიანი ძრავი 71 ნიუტონ-მეტრი აჩქარების სიმძლავრით და 260 კმ/სთ ტოპ სპიდით. Kawasaki Ninja ZX6R-ის მე-9 და მე-10 თაობა ერთი შეხედვით იდენტურია, მაგრამ მაინც გვაქვს სხვაობა. ეს სხვაობა ციფრებში დიდად არ ჩანს, მაგრამ სრულიად უცვლის ხასიათს თითოეულ მათგანს. ეკრანზე ამ ორი მოტოს ტექნიკურ მახასიათებლებს ხედავთ. სხვაობის პოვნა ძალიან რთულია და რომ არ იწვალოთ ეს სხვაობა წითლად მოგინიშნეთ, მაგრამ საინტერესო რატომ აქვს ერთი ცხენის ძალით მეტი ძველ თაობას ახალთან შედარებით და რატომ იწონის ახალი თაობის 4 კილოგრამით უფრო მეტს. და საერთოდ როგორ ხდება რომ ფურცელზე დოკუმენტებში თითქმის იდენტური მოცულობის, წონის, ძარის, ძრავის და აქსესუარების მქონე ორი მოტო რეალურად ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი ხასიათით. და საერთოდ ვინც ამ მოდელის ყიდვას ფიქრობთ სამომავლოდან უკვე იყიდეთ, რომელი მათგანი ჯობია რეალურად და რატომ. Marjos. კი. ყველაფერი შეიძლება რაც გაგიხარდება. ერთი მეცვიდა, ოღონდ მარტო ფიქრობდი და გავსწორო თქო რა. რას ამბობ, რისიმა პირიქით მადლობა რომ ისი ვინ ვარ. ერთი მეცვიდა. შენ გახვედი მერე ხო? სადღაც 120-ის მერე გადიხარ რა. დავკარგეთ ჩიპი. და დაახლოებით ალბათ არ ვიცი 1-2 წუთი ვეძებთ და მე ნიკას ვეუბნები რომ თუ გდია ფერადი მხრიდან, სადაც აწერია SanDisk და რაღაცები, მაშინ ვიპოვით. თუ გდია შავი მხრიდან, ვერ ვიპოვით. ვეძებეთ და ნიკა მიპოვა და მაჩვენე სად არის. და აი რა არის შანსი, რომ აი აქ დავარდნილიყო ეს.
და ამ ბარათზე წერია ბევრი ძალიან კარგი რაღაც და კაია რომ ვიპოვეთ. იქ ამეკითხებოდა რა ეტევაო, როგორ ატევო აი ამ გიმბალს აქ და ახლა გაჩვენებთ როგორ ვატევ. ეს ჩანთები არის ძალიან ტევადი, თან რეკლამა ბოლასი და ფიურიგანის. ყველაფერი არის ძალიან მარტივად და მას იღებ. ეს ეშლი, ამოიღებ, გადმოდებ, თაუ რამდენი რაღაც დევს? 1 2 Holy shit. მატარებელი გადის ჩვენს თავზე ბიჭო. რა ხელა ხმარი? აი ესეც აქ რა. ეგ power bank-ია. ეს всё. ყველაფერი რაც მჭირდება იმისთვის რომ დღევანდელი ვიდეო გამოსულიყო, ეტევა აი ამ ჩანთაში. ნიკა დაждდება ჩემს მოტოზე და აბა გულწრფელი საუბარი, ყველანაირი ტექნიკური მახასიათებლების და არაფრის მომცემი ციფრების ნაცვლად ვისმო. პირველი რო ვჭდები, ხმა. აი ხმა მართლა რა, ნახე რა კარგია ბიჭო. და ეხლა მოიცა, ეხლა გეტყვი მეორე სასიამოვნოს, ნახე. ვიშიფტერი. სხვათა შორის შენ მითხარი რომ გინდოდა თავიდან მაგის ყიდვა. ხო რა, ესე იგი თავიდან სანამ მაგას ჩამოვიყვანდი, აუქციონს ვეჯექი რა და სულ მინდოდა რომ მეთქი რაღაც ეგეთი დამეთრია და სხვათა შორის ჩემი ინსპირაციაც შენი ის იყო რა, რომ ვნახე რომ შენთან იყო ეგეთი მოტო, შენ ყავდა, მეთქი ოპა, მეც მინდა, მე რაღაცა შევედი ინტერნეტში მოვიძია 1000 წყარო რაღაც და ახაში ვერ გავწდი და ბოლოს რავი დავიტყვი ეგ და სხვათა შორის ეგეც ძალიან მომწონს რა ის ჩემი რაკავას და კი იმიტომ რომ აი მოტოა, ძალიან კაი მოტო. просто აი ამის ვიზუალი არის სულ სხვა რაღაც დონე რა, ის სულ სხვა დონე არის. ესე ფიქრობ, მე თავიდან გამიჭირდა ცოტა შეჩვევა, იმიტომ რომ აი ძალიან მეუცნაურებოდა მაგისი ეს მოხელებული თვალები რა. აი არა რა. როგორ რაღაცა იცი აი ქართველებს ცოტა ისეთი რაღაცა გვაქვს რა, რაღაცა ცვლილებას რო ხედავთ. რაღაცა ცვლილებას რო ხედავთ არ მოგწონს, მაგრამ აიც ვეჩვევით რა. ვერ ვეგუებით ხო? როგორც ამ კავაზაკიზი არის ბოლო მოდელზე, თავიდან რო გამოვიდა, ყველა ლანძღავდა, ყველა ილანძღებოდა, აი ახალი რაც არის რა 25 წელს. ვიღაცა ყოველს გვიწევს. აი ეს არის მოტო რა, სულ ემოციები და სულ სილამაზე და 25 წლის მოდელი რაც არის ძალიან ბევრს არ მოსწონდა რა თავიდან და ახლა რავი ყველა შეუყვარდა თითქმის რა. ხო და ეგეთი რაღაცაა რა, აი სიახლე ყოველთვის აი კაია რა, არ არის ცუდი სიახლე რა. ხო. და ბიჭო უფრო და არის განსხვავებული. მაგ მოტოზე რა არის ისეთი რაც აი შენს აზრზე არ გაქვს, რის გამოც მაგალითად უფრო მომწონს. აი სახე რო აი წვეტიანი და ოთხკუთხედი აქვს, ეგ მომწონს მე, აი ძალიან მომწონს ეგ რა. ეგ სახე, აი თუნდაც წინა პლასმასებში შევსებული არის აქ რა, აი როზი ხარ, გონია რომ აი კარგი ის გქოს რა, აი დეში რა, წინ ლამაზად არის და იქ რაღაცა თითქოს არ აქვს, ეგრე კარგად გაკეთებული რა, აი მაინც. დახვეწეს რა, ანუ რაღაც დროთა განმავლობაში უკეთესი გააკეთეს რა. სხვა რავი, ერთი მინუსი რაც შემიძლია ვთქვა, არც ჩემს ყუზაოს აქვს დემპერი, არც შენსაც და არც ამის მერე, მოკლედ. ხო, მაგრამ თვითონ ხო ეგრე აპრავებენ რომ ისე გავაკეთეთო გეომეტრიაო რომ აღარაა საჭირო და მაგას ცოტა ვერ ხვდები, ანუ დემპერი აღარაა საჭირო, რა ტიპის დაზოგვა არის და მოკლედ. ანუ ეგ არის ბულშიტი რა, აი სისულელი არის, აი აზრი, აი რავი, აი შენც რამდენჯერ დაგჭიროებია ხო, რამდენჯერ გავუკეთებია ვობლინგი. კი, ვობლინგი, აი როგორც კი ძალიან ვაჭერ, აი ეგრევე წესებს უგდება, რომ გინდა არ გინდა შვება რა. კი და ეგ არის დემპერი უეჭველი საჭიროა რა, დემპერი გინდა უეჭველი. აი დემპერი რო კონდეს, просто აი სხვა შორის ამერიკიდან ჩამოყვანის პლუსი ეგ არის, რომ აი იმ ყუზაოებშიც ან ამაშიც ამერიკელები აყენებენ დემპერებს ძალიან ხშირად რა. ხო, და ძირითადად თუ მოყვება ხოლმე. ხო რა, ანუ აი ამერიკის დიდი პლუსი არის ეგ, ან დემპერი, გამშვები, power commander-ები. ხო, რაც რისი დაყენებას მოგინდებოდა ძირითადად უკვე უყენიათ რა. კი რა, ანუ მაგათთვის არ არის ეგ ძვირი რა და ჩვენთვის ძვირი არის ეგ სიამოვნება. აი გამშვები რო იყიდო, რავი, აი გამშვები რო იყიდო $400-500 გინდა რა საშუალო და. კი. $400-500 გინდა მარტო თავისთვის, თლიანი სისტემა რო შეცვალო 1500. აი ხო, აი ბაზარი არა, ამით შეიძლება არც გეყოს, პლუს მე ხელობა მაგის თუ შენი თუ ვერ აკეთებ რა. შენს მოტოზე წინა ვიდეოში კი ვთქვი და კიდე უნდა გავიმეორო რა, საფეხურები ძალიან მაღლაა რა და იმდენად სხვანაირად ვზივა რომ გეგონება რომ აი თვალი რო დამახუჭინო და ისე რო დამსვა ამ მოტოზე, აი მეგონება რომ სხვა მოდელზე ვზივა რა. არა და რავი, ფაქტურად ერთი და იგივე არის და რატო არის ასეზე ვითაწეული არ ვიცი, მაგრამ შენ როგორ ჩანს მიეჩვიე და დიდად არ გაწუხებს ეგ. არა, პირიქით ეს უფრო მაწუხებს ახალს. როგორც ზივარ. აუ რა ლამაზია, ჩემი ბაიკი თუ რა. მოიცა 1 2 3 ამას ABS-ი რო აქვს,
პატარ-პატარა იმეებს იძლევა. ხო, აი არ გატორმუზებინებს რო გინდა ეგრე. აი ძალიან დიდი ხმა რო აქვს, გონია რომ ძალიან მაღალი აბაროტით მოვდივარ რა, აი ძალიან მაღალი. გადართვა გინდება? მოდი მარცხნივ შემოდი, მარჯვნივ დავდგები. ედი აბა აქ ჩავაჭიროთ. თავიდან ეგ ძალიან ფეთქდება რა. ეს ხო, შენი ბაიკი. ხო, ანუ შეხარაზე ჩენზი ხარ რა, ჩემი მოტორა. ხო, ბიჭო, ძალიან ფეთქდება და მე ეს გადის. ძალიან ფიცხი არის იმენა ეტყობა რა და quick shifter-ი ისე მისწორდება ახლა, აი ძალიან. მოიცა BMW არის გაატარა. ხო გითხარი. აი. ბიჭოლი რო არ ვარ quick shifters? არი? quick shifters, აუ იმენა არაფერი არ მესმის. ხო, მე თავიდან ვაბრალებდი მაგას ინტერკომს და მე მივხვდი რომ ძრავის ხმა, ბიჭო რაც გიშლის ხელს რა. კარჩე quick shifters არ ვარ მიჩვეული, ციკლენისკენ გაბირბის ხელი რა, გადართვა რომ მინდა. აი მანევრზე და სიმსუბუქეზე და დამყოლობაზე ვიტყოდი რომ რავი, ფაქტიურად ერთი და იგივე არის რა. საიქით წავიდე. ეს თითქოს ხო, ეს ცოტა თითქოს უფრო ხისტია აი ჯამურად რა. ხო. აი ვიბრაცია ცოტა მეტი მოდის სახელურზე. ხო, აი ზუსტად კი. მაგრამ აი ეგ თითქოს უფრო წაუ Mercedes, წაუ პრემიუმ რაღაცე, აი წაუ ძვირიანებს რა, ეგ ჩემი მოტორა და ეს თითქოს ცოტა უფრო უხეში არის, უფრო ნედლია, უფრო ტრეკის არის, აი გაუხედნავი და რავი რა, ხო, რაღაცა ესეთი იქ ვიბრაციას მეც შევამჩნიე, ჩემს აზრით ბევრად მეტად იგრძნობა ეგ ვიბრაცია. ბევრად მეტად იგრძნობა, ხო, და რატო? აი გარო იცი. თან ჩემს ბაიქს მინუსი რა აქ იცი? უკან მიყენია გამშვები ქარხნული. მარტო მაფლერი გარეთ რას დგას, ეგ არის 8-9 კილო. კატალიზატორი არის 6-7 კილო დაახლოებით. ხო. ანუ ჩათვალეთ 15 კილოთი მძიმეა ეგ კიდე რა დამატებით. ხო. ძალიან მძიმეა ბიჭო ეგ, აი ძალიან მძიმე არის. კი. მაგრამ არ იგრძნობა დიდად რა. ბიჭო ხო, იდეაშია. quick shifter-ი არის ნეტარება ივენა რა. ხო, quick shifter-ი ცალკე სათამაშოა, ჩათვალე რომ ერთი ბაიკის მუღამი ცალკე quick shifter-ია რა. აი საინტერესოა downshift-იც რო კონდეს, როგორი იქნება რა. რასაც ზევით кайფობ, იმას кайფობ ქვევით და ხმა აქვს საოცარი რა. მაგაზე რატო დაზოგეს და ის 2 ლარის გადაეხადათ და ყოფილიყო რა upshifter-ი და downshift-ი აი რა. რას ბაზარია რა. ვა, წინ Porsche-ა. Porsche მიყვარს. თუ გამიმართლა და ჩააჭირა, შენი მოტოცი დაუდგები. აი ბიჭო, სარკე რო არ გაქვს, ეგ მაგარ დისკომფორტს მექმნის. არ მაქვს სარკე? როგორ არ გაქვს? აბა სარკეა აბა რა არის? ტრიალებული არა, კამერა ხო დამაგრებულია და შენ მოირგე შენ გემოზე კაცო. აუწევ მოიცა ზემო ცოტა აი ეს. ალამაზი Porsche-ა ბიჭო. მოვდივარ. ძალიან კარგია. სხვათა შორის საბურავზე კარგი ვქენი რომ დაგიჯერე შენ რა. როუდები რო ვიყიდეთ, როუდები. როუდები რა არის? საბურავზე გეუბნები. როუდ-6 მიშელინი ხო, ოკეი. ხო. ბიჭო, კი, კაი დაწეპებული საბურავია რა. იდეალურად იმენა. მოდი მე გეტყვი მე ჩემ მოტოზე რა მეზიზღება უკვე. ხმა, იმენა ტინიტუსის ტრენაჟორია რა. ბიჭო, მე ძალიან მომწონს ამის ხმა. აი ეხა მესმის ხო. არჩო სხვაზე კაია ეგ ხმა რა. სხვას რო აქ. აი რა თემა იცი, ძალიან დიდი ხანი რო უსმენ ამ ხმას უკვე ტვინი რა. აი ეგ არის ხო რა. ახალ გადაქოქილზე ხო არ გადაობ ესეთი ხმა აქვს ჩემ მოტოს და მე ძალიან მალე გვეძდება რა. ვინმე არ მოფრინაუდეს აქ. თითქმის ერთნაირად წავედი რა. კი, ცოტა გამობლა ახლა ამან. ძალიან საინტერესოა. მოკლედ, მე მგონი თავარი კითხვა, რასაც უნდა პასუხი გავცეთ ამ ვიდეოში არის,
ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ZX6-ერი უნდა და თაობებს შორის ფიქრობს გადაწყვიტოს რომელი ჯობია, ალბათ ჩვენი აზრი უთხრათ რა. მე ესე ვიტყოდი, შენც რა თქმა უნდა შენი აზრი მითხარი. მე ესე ვიტყოდი, რომ თუ თქვა სიტყვაზე ფული არ ყოფნის და ვიზუალი შენთვის გადამწყვეტი არა, აი თამამად შეგიძლია ჩათვალო, რომ quick-shifter-ის გარდა ფაქტიურად ერთი და იგივე მოტოს ყიდულობ რა. აი ზუსტად კი. ცოტა სუოდნავ ჯდომა იქნება სხვანაირი ვიზუალი და quick-shifter-ი რა. მეტი აი დიდად არაფერი სხვაობა არ არის. მით უმეტეს თუ პროფესიონალურად აღაპირებ ამის გამოყენებას, შანსი არ არის, რომ რაღაცა მერე იფიქრო, რომ აუ ჯანდაბა ის მეყიდა რა. საოცარი აჩქარება. საოცარი აჩქარება ორივე მოტოს და რაც ყველაზე მთავარი არის, რისთვისაც მოტოს ყიდულობ მაქსიმუმებას უეჭველი მიგაღებინებს. მანევრი, რავი, ყველაფერი, აი იმასაც ვერ ვიტყვი, რომ აი ამდენი ხანი გავიდა დალიტრიანი მინდა და აღარ მყოფნის ან რაღაცა რა. შესასთან ABS-ი აქვს. ძალიან მიუჩვეველი ვარ, აი ძალიან. აი კი ზუსტად. თავიდან მეც გამიჭირდა მაგაზე და ტორმოზება, მაგრამ მე დავამოღამე. ხო. ჩემს აზრს გეტყვი ამაზე რა. გამოუშვი. აი დაახლოებით ახლა ფასი რო თქვათ, უხეშად რო შევადაროთ იდეალურ მდგომარეობაში, მაგის ფასი რო თქვათ არის დაახლოებით $6,000. მე ორაც გულისხმობ რა. შენ გულისხმობ რომ ჩამოიყვანო შენით რა. ხო, შენით რო ჩამოიყვანო რა და ეგ აი შენი კუზაო იდეალური რო ჩამოიყვანო, კიდე დაახლოებით 7,5 რა. ოკეი, მე მგონი 7,5 დღევანდელი ფასით ნორმალური აი სადღაც 10-ის ქვევით, 15-ის ქვევით გარბენით. და კაი ძალიან კარგ მდგომარეობაში მე მგონი არ გეყოფა. გეყოფა? აი ეგ არ ვიცი. მე მგონი შეიძლება არ გეყოს ეგეც რა. აი არ ვიცი. ან ძვირია, მოკლედ იზრდება ბიჭო ამათ ფასები და ვერ ხვდები რატომ. მე უხეშად ვიტყოდი რომ შეიძლება ვწდები თუ ვინმეს გაქვთ ამასთან შეხება და თქვენთან ჩამოყავთ, დაწერეთ. აუქციონები არ მინახავს, ვინც იცით და ჩამოყავთ, ან შეიძლება მაგ კომპანიაში მუშაობს და უფრო მეტი გინახავთ ბოლო პერიოდში ეს მოდელები დაწერეთ. რეალობა რა არის მიმდინარე მდგომარეობით, მაგრამ მე მგონი რომ ესე ძალიან უხეშად ვიტყოდი 7-დან 8-მდე რა. ოღონდ საუბარი არის იდეალურ მდგომარეობაში, ძალიან პატარა დაზიანებით, აი თითქმის დაუზიანებელი. მე გეგეთი ჩამოვიდა რა, ბენზინი ჩავასხიზეთი, შევცვალე, დავდივარ. აი პლასმასეც ხელი არ მომიკიდია, მართალია ცოტა უშნოდა აქვს, მაგრამ არ მინდა რომ გავაუფასურო ძალით რა, ხელოვნურად და მაგიტო იმ პატარა ნაკაცრებზე მოკლედ თვალს ხუჭავ. სადღაც მე მგონი 7-დან 8-მდე დღევანდელი ფასით რა, უხეშად. კი, 7-დან 8-მდე გინდა. ნუ დაახლოებით $1,500-2,000 ხოვა ფასში. ფსიონზე ვიყიდე $3,900 თუ სწორად მახსოვს. ტრანსპორტირება იაპონიიდან, გამბაჟება, მე სანამ გამაბაჟებდი ექსპერტთან მივიყვანე რომ რაღაც საბუთი სჭირდებოდა რა, იაპონურებს არ მოყვება რა. ხო. ეგ საბუთი, მოკლედ ყველაფერი ჯამში დაждდა სერვისიანად 6 რა, აი 5 და 9. აი ფოთიდან რო ჩამოიყვანო, ყველაფერი აი თავიდან ბოლომდე. ყველაფერი რა, აი ყველა ხარჯი დაი წერტილ ძიმემდე რა, აი სულ ყველაფერი ეგ დაждდა 6,000, აი უხეშად რო ვთქვათ რა, 5 და 9-დან 6-მდე დაახლოებით რა. ხო. და ალბათ მე ვფიქრობ რომ აი მაგ მოტოს, აი შენი კუზაოს მოტო რო ჩამოიყვანო $1,500-ით მეტი დაგიჯდება დაახლოებით ალბათ, ეგრე ვფიქრობ მე. $1,500 მეტი სხვაობა თუ არ არის, მე მგონი რომ ფრთხილად ძაღლი წამოდგა და სახეში უნდა შემომხტომოდა და გადაიფიქრა. $1,500 სხვაობა ნახდად ღირს არც დავფიქრდებოდი რა. ბიჭო, ხო აი მაგას ვამობეც რომ $1,500 საკმარისი სხვაობაა, რომ ეგ ესე აირჩიო. უბრალოდ აი მეც ძალიან მინდოდა ეს მოდელი, უბრალოდ თანხაში ვერ ვეტეოდი და მომიწია ჩემი რაც ყავს მაგ მოდელის ყიდვა რა. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ სხვათა შორის იმას ძალიან მეკითხა. კარგი მოტო ყავს, ძალიან მე გეტყოდი რომ აი რავი. ეს იაპონიდან არის ჩამოყვანილი და მაგიტომაც მე მგონია რომ შენ კოპარტიდან აი ოდნავ მეტი დაზიანებით ხა ეს დაუზიანებელი ჩამოვიდა ხო? ხო. აი რაღაცა პატარა დაზიანებით, კარგად რო ჩაждდომოდი, გეძებნა და დალოდებოდი, რაღაცას აუცილებლად იყიდი აი პატარა დაზიანებით და ალბათ $700-800 იაფად რა. ალბათ აი უეჭველი. ცოტა ზეპირად ვამბობ, მაგრამ მე მგონი აი ეგაა რეალური სხვაობა რა. ეგრე ჩამოყავთ რომ ხედავ ხოლმე პოსტებს, ეგრე ჩამოყავთ ტიპებს რა. просто იაპონია ძვირი ღირს, ძვირია იაპონური ბაიკი, იმიტომ რომ სამაგიეროდ იაპონიიდან ჩამოსულ მოტოს აი ფაქტიურად გარანტია შეგიძლია გქონდეს, რომ მოვლილი როგორია და რამდენი ამ მოტოზე კი დარწმუნდი რანაირი მოტოს ჩამოდის იაპონიიდან რა. ამიტომ ნახდად ღირს. მაგ თუნდაც $1,000 ფარგლებში სადღაც ჩათვალე რომ 10%-ით მეც იხდი რა. 10, 8%-ით, 7%-ით მეც იხდი ჯამურად მოტოში, აი ამ ფასიან მოტოებზე როცა საუბარი და შედეგად ღებულობ აი ბევრად მოვლილ, ბევრად დავარცხნილ და ვიზუალურადაც უკვე გატკეცინებულ მოტოს რა, რომელზეც აღარ გიწევს მე რაღაც ნაწილებზე სირბილი და ასე შემდეგ.
ზუსტად აი კი და შვიდად ხარ აი მეტ კომფორტს უქმნის შენს თავს რა აი ელოსანი როდის გაგიკეთებს არ გადაგაგდოს რაღაცა ცუდად არ გაგიკეთოს ხო ანუ რა იცი ვიზუალზე ეგეც არ არის რა ცუდი სხვა შორის ბევრის გამსმენია რომ ჩემი ბაიკის ვიზუალი უფრო მოსწონთ ვიდრე ამის სამ ბევრის გამსმენია ეგ მეც ინდივიდუალურია ვიზუალი და ეხლა ტექნიკურად რასაც შევხედე ABS-ი ტრექშენი აქაც გაქვს ამ კუზაოზე ამ ეტაპზე ამ მოდელს არ აქვს გონი ხო ABS-ი არ გაქვს შენ მაგრამ ეგ ABS-იანი შეიძლება უფრო მეტი ყირდეს რა მე ალბათ 8 და პლუს დაგჭირდება სავარაუდოდ იმიტომ რომ ABS-იანი ვერსია კლასიკურად როცა გამოყავს სალონიდან სადღაც $500-600 უფრო ძვირია ხოლმე რა ეში განსხვავებული რომ სიმართლე გითხრას ჩემი დეშგან განსხვავებით ისეთ მეტ ინფორმაციას არ მაძლევს აი უბრალოდ ვიზუალია მაგრამ მე მაგისი ვიზუალის არ მოწონს ანუ ჩემსაც რა ვიზუალია აი ეს რო ელექტროდეში იყოს თლიანად აი მაშინ იქნებოდა ძალიან მაგარი რა რაც უკვე მე-11 თაობას აქვს მე-11 თაობაზე რას მეტყვი მე ძალიან მომწონს გიჟდები ჩემს მეგობარს ყავს და იმდენად მომწონს რომ რავი აი ახლები რომ ვისაც ყავს ჩამოყვანილი ფიზიკურად ცუდი ვერ არის რა ახალი მოტოებია რა და ცუც ვეღარ ხედავ რა რაღაც ძალიან საათივით მუშაობს ეს მოტორა ძალიან მოწესრიგებულია რა აი ეს არის აი ხა ხვდები რა რატო აი იაპონიის მუღამს ხა ხვდები რა რომ აი საათივით მუშაობს ინდა სიჩქარის გადრე რაც გინდა რა აი ზუსტად რა ძალიან კაი მდგომარეობაში არის რა იდეაში როგორ აიცი იაპონიაში ცუცაც ნახა უბრალოდ შეფასებებს უნდა დააკვირდე რა ეგ აი ცუდი მე იაფიღირს რა ეგ ცუდი იაფიღირს ხო მოკლედ პირველი ბაიკი არც ერთი არ არის ანუ პირველ მოტო დამეების ყიდვა რა ვიცი არა 130 ცხენის გაკონტროლება პირველ მოტოზე ხო არ ღაზა ზოგჯერ კი არა რავი რო ვივარჯიშებ და რაღაცა იმის ჭამა რომ მინდა რისი ჭამაც არ შეიძლება ვარჯიშის მერე მაგაზლივს ვაკონტროლებ და არა რო არიცი ამისი კონტროლი ხო არა კაი იდეაში რაღაცა 125-დან რო გადაჯდე ეგეც მაინც საფათო არის რა მაგ საიდან რო გადაჯდე 125 კუბიანი და ბიჭო აი თავარი კითხვა არის რომ გეყოფა მაგისი ტრაკი რომ დააყენო ყველაფერი ლოუზე და ტრექშენი ბოლომდე აი გეყოფა ხო აი თუ დააყენებ ლოუზე ტრექშენ 3-ზე რავი მაშინ შეიძლება ალბათ რა იდეაში ძალიან მცირდება და არა რაღაც ლოკინგ მექანიზმი უნდა კონდეს რომ ეგ შეგეძლოს რომ გადაკეტო რა თორე შენ თვითონვე მე როგორც დააყენებ ისე მოხსნი მაგას 2 წამს აი იმას რო აქვს F-ს რო აქვს რა parental control ეგეთი რაღაცა უნდა იყოს რა ანუ იდეაში ცოტა ის რო ხარ ანუ ძალიან ისეთი გონება რო გაქვს რა ძალიან ფიცხი და რაღაც ძალიან ცელქი თუ ხარ რა ასე ვთქვათ რა ცოტა აი რანაირად უნდა არ მოგინდეს რომ ხო ხვდები აი არც არის მაგაზე რა აი ერთხელ მაინც უეჭველი ყველაზე დამჯერდა მშვიდ და ისე ტიპსაც მოუნდება მაგრამ ერთხელ მაინც რომ მაგის დედავატირე მყავს ეს მოტო და მოდი გავიგოთ რა ხდება აქ უი დამთავრდა რომელი საათია არა არც ეგ არც low mode-ით და არც მაღლით აი არ შეიძლება პროსტა რა აი და ეგეც ჩემი აზრით 24 წლამდე რომ მართვის მოწყობა არ შეიძლება ეგეც იდეალურია რა ბიჭო ძალიან სწორია ხო აი სანამ 24 წლის გახდები მანამდე წუწუნებ რომ რა ამბავია აი 24-ის რო ხდები მე ხვდები რატო ჯობია რომ არა ახლა ვარ 25-ის და დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემს თავს რო უყურებ რა იდეაში ჩემზე პატარა ძმა მყავს რა და რო ვიხსენებ ეგეთ ასაკში მე როგორ ვიყავი ახლა ვიაზრებ რომ აი როგორ ფიქრობ იმაზე არ გინდა რომ ეგ ქნას რასაც შეშფო ბიჭო რა რა აი ახლა ხვდები და ანუ იდეაში ყველა გაიაზრებს მაგას იმას აკიდან რო გამოხო რა კი უეჭველი ვა ნახე როგორია ელემის ხელთათმანი გაქვს ძალიან დიდი ხანია გაქვს ეს შენი საყვარელი ხელთათმანი და ყველაზე მეც ამას ყიდი ხო ეს არის პირველი მოტო რო ვიყიდე მაშინ ვიყიდე ეს ხელთათმანი შოთიკასთან და შოთიკასთან აუ შოთიკას მოკითხვა აქედან ჩვენ დამტვრევთ მას რამდენი წლის ნახმარი არის ეს იმიტომ რომ ეს არის 2 წელიწად ნახევრის ან 3 მაქსიმუმ ესე რა გადაო და მდგომარეობას შეხედე ბიჭო აი არაფერი არ სჭირს ვაფშე იმენა მინთი მინთი არ არის ხა ეს რა თქმა უნდა გაცვდა მაგრამ 3 წელი come on ძალიან კაია ზუსტად ესეთ მდგომარეობაში მაქვს მე ხმარობდი მე მოვიხსენი და დავდე ანუ ვერ გავაფუჭე და მე უკეთესი რო გამომიჩნდა გავიკეთე უკეთესი და ეს მიდევს სახში მაგას ვაპირებ ახლა მეს ხო ეგ არის მე მგონი ეგ არის აქ შეგვიძლია დავამთავროთ არხიც გამოიწერეს